მაინტერესებს, რომ ერწმუნათ და არ მოეთხოვათ უფლის ჯვარცმა რა მოხდებოდა. აღარ იქნებოდა ჯვარცმა დაღდგომა, ეს ხომ უდიდგანვე იყო დაწერილი, რომ ასე უნდა ყოფილიყო. როცა ვამბობთ, რომ ვერ იცნეს უფალი და გაწირეს, ჩვენ ხომ ხშირად ვამბობთ და გვინდა, რომ ასე არ მოქცეულიყვნენ. დაუშვათ არ მოიქცნენ სუდად მაშინდელი იერუსალიმის მაცხოვრებლები და არ გადასცეს მაცხოვარი დასაჯელად. მაშინ არ ჯვარცმა მოხდებოდა და არც აღდგომა, არადა ხომ უკვე დაწერილი იყო, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდარიყო. მადლობა ჩემო კარგო ამ შეკითხვისთვის, თუმცა მინდა გითხრა, რომ მსგავს შეკითხვაზე ჩვენ ადრე ნაპასუხები გვაქვს და მე ვეცადე, რომ ამეხსნა თქვენთვის ეს. ნახეთ როგორი რამე ჩემო კარგო. ესე ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ თქვენ მართალს ბრძანებთ, რომ ეს ყველაფერი განჭვრეტილი იყო. ისე კი არ არის, რომ ეს დაგეგმილი იყო, რომ აუცილებლად ჯვარზე უნდა გაკრულიყო ღმერთი. არა. განჭვრეტილი იყო, ჩემო ძვირფასო, რომ ეს ასე მოხდებოდა, იმიტომ რომ მე ხომ მithქვამს თქვენთვის და ამიხსნია, რომ ღმერთისთვის მომავალი არ არსებობს. მომავალი და წარსული ჩვენთვის არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამ დროის მდინარეში. ღმერთისთვის არსებობს ერთი მთლიანი აწმყო. და ამ აწმყოში ხედავს უფალი ყველაფერს. ამიტომ ღმერთმა რა თქმა უნდა, კარგად იცოდა, რომ შეუძლებელი იქნებოდა სხვაგვარად. შეუძლებელი იქნებოდა და აი ესე ომატური ადამიანები აი ეს თავის ბოროტების კულმინაციას მოახდენდნენ და ხელყოფდნენ განკაცებულ ღმერთს და მის სიცოცხლეს და აუცილებლად გააკრავდნენ ჯვარზე. მაგრამ მოდი ახლა ესე გეტყვით, რა გითქვენ, ესე გაინტერესებს და კიდე გეტყვით, რომ ახლა მე ნაპასუხები მაქვს ამას და კიდე გიპასუხებთ, ესე ჰიპოთეტიურად რო ვიმსჯელოთ, რომ დაუშვათ ის, რომ ადამიანებს, აი როგორც თქვენ ამბობთ, მიეღოთ, ყველას ეღიარებინათ და არავის ხელი არ დაედო უფლისთვის და უფალს მისცემოდა საშუალება განკაცებულ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომ ეცხოვრა დედამიწაზე ღრმა მოხუცებულობამდე, მაგალითად, 100 წლამდე სიტყვაზე. რა მოხდებოდა ესეთ შემთხვევაში? ესეთ შემთხვევაში იცით რა მოხდებოდა? იესო, რა თქმა უნდა, როგორც მანამდე იცხოვრა, მან ის თავისი 33 წელი ზუსტად იმის გამო, რომ ეს ღმერთკაცი იყო. სრული სიწმინდით იცხოვრებდა იმ თავის 100 წელსაც, ისე რომ ცოდვა არ გაეკარებოდა მის სულს არანაირად. რა თქმა უნდა, უამრავ სწავლებას, უამრავ სასწაულს, უამრავ რამეს აღასრულებდა კიდევ ამ ქვეყანაზე და აუცილებლად გარდაიცვლებოდა თავისი ბუნებრივი სიკვდილით. იცით რატო? იმიტომ რომ მან ბოლომდე მიიღო ადამიანის დაცემული, დაზიანებული, მოკვდავი ბუნება. ბუნებრივი სიკვდილით, სიბერით აღესრულებოდა ერთჩვენიერ დღეს. და აი რომ აღესრულებოდა, თუ ესე მოხდებოდა, კიდე გეუბნებთ, ეს უბრალოდ ჰიპოთეტიური მსჯელობაა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი განჭვრეტილი იყო უფლისაგან, რომ ესე მოხდებოდა და დავით წინასწარმეტყველმა და ესაიამ ჯერ კიდევ როდესაც წინასწარმეტყველეს ეს ყველაფერი. მაგრამ უბრალოდ ვსჯელობ ჩვენ. რა თქმა უნდა, ესეთ შემთხვევაშიც მესამე დღეს კვლავ აღდგებოდა უფალი. ისევ ჩავიდოდა ჯოჯოხეთში, ისევ დაარღვევდა ჯოჯოხეთის თლიანობას და კვლავ აღდგებოდა და დაუბრუნებდა დაცემულ ადამიანს თავის ძველ დიდებას. ეს არ შეიცვლებოდა, ჩემო კარგებო. თქვენ გონიათ, რომ გამოსყიდვისთვის აუცილებლად ქრისტეს მოკვდინება იყო საჭირო? არა. აუცილებელი იყო, რომ ქრისტე განკაცებულიყო და სიწმინდის პრეცედენტი დამდგარიყო, რომ ისე ეცხოვრა, რომ ცოდვა არ გაკარებოდა მის ბუნებას და აღედგინა ადამიანის დაცემული ბუნება. და აღადგენდა უფალი. თავისი ბუნებრივი სიკვდილითაც აღადგენდა, რა თქმა უნდა. მაგრამ როგორც გითხარით, განჭვრეტილი იყო ის, რომ აუცილებლად უმატური ადამიანების მიერ იქნებოდა მოკვდინებული და სისხლდაღვრიდა. ასე რომ აი ესეა ეს ამბავი. აღდგომა მაინც მოხდებოდა. მოხდებოდა აღდგომა უკვე
იესოს ბუნებრივი სიკვდილის შემდეგ. აუცილებლად მოხდებოდა.